ქართულ პერიოდიკას ახალი ბეჭდური გამოცემა ბუნების მეგობრები შეემატა. ლიტერატურულ შემეცნებითი ალმანახის პრეზენტაცია დედამიწის საერთაშორისო დღეს გაიმართა. პრეზენტაციაზე საზოგადოებას ვიდეო ჩართვით მიმართა ალმანახის რედაქტორმა, ემიგრაციაში მყოფმა პოეტმა მადონა დვალმა, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი გამოცემების მნიშვნელობას ბუნების დაცვის საქმეში. ბუნების და ეკოლოგიის თემაზე საჭირო ინფორმაციების გარდა ალმანახში შესულია თანამედროვე მწერლებისა და პუბლიცისტების სხვადასხვა ჟანრის საინტერესო ნაწარმოებები. ალმანახი აერთიანებს პროზას, პოეზიას, მეცნიერებას, აქ არის კლასიკად ქცეული ტექსტები, მათ შორის დაკარგული დროები, დაკარგული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან და რაც ყველაზე მთავარი არის, ის არ არის სწორხაზოვანი. მას აქვს თავისი ღირებულება, იმიტომ რომ უძველესი დროიდან რაც კი რამ დიდი განმარტებაა, მაგრამ მაქსიმალურად მოძიებული არის ყველა ის ტექსტი, რაც ბუნებას და ეკოლოგიას უკავშირდება და დღევანდელი დღეც, როგორც დედამიწის დღე, გამოხმაურება არის ყველაზე ერთ-ერთ მოწინავე უნივერსიტეტში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელმაც ამ მნიშვნელოვან პროექტს უმასპინძლა. ხარია რომ ამ პრეზენტაციის მონაწილე ვარ, პირველად შეიქმნა ეს ჟურნალი და რო ვარ მონაწილე, იმიტომ რომ ჩემი ნაწარმოები შევიდა აქ, რომელსაც ქვია მშობლიური. ბავშვობიდან მიყვარდა საერთოდ ბუნება, დედაჩემი მიტყოდა ხოლმე რომ საერთოდ ადამიანს, რომელსაც არ უყვარს არც ცხოველები, არც ფრინველები, არც საერთოდ ბუნება, მას არც სიცოცხლე უყვარს, არც ცხოვრება და არც ადამიანები და ფრიად მნიშვნელოვანია რომ ადამიანება გავითავისოთ რომ თავარი ამ ქვეყანაზე ბუნების დაცვა. ალმანახი ბუნების მეგობართა საერთაშორისო ასოციაცია ადამიანის პროექტია, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. ეკოლოგიური პრობლემა მოგეხსენებათ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გლობალური პრობლემა გახლავთ, რომელიც კაცობრიობის წინაშე დგას. ქალბატონმა მადონამ ორიგინალური ესეთი პროექტი შექმნა. ადამიანის ცნობიერებაზე, მის გონებაზე ყველაზე კარგად ზემოქმედებს ის, რაც აქ არის მოცემული ამ ალმანახში. ეს არის ქართველი და უცხოელი მწერლების, პოეტების გამონათქვამები ამ თემაზე. ეს უზარმაზარი შრომის შედეგი გახლავთ და ჩემთვის კიდევ სასიამოვნოა ის, რომ ეს გამოცემა დაფინანსებულია აფხაზეთის მთავრობის მიერ.